გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგი, ეს რა გაცვია? მეგი მასწავლებელო, ხომ იცით დღეს თბილისში წვიმაა გამოცხადებული. ამიტომაც საწვიმარი ჩავიცვი. გასაგებია. წვიმა იქნება უნდა საწვიმარი ჩავიცვიო. ბეგი, მინდა გითხრა რომ ტყუილად გარჯილ ხარ. დღეს წვიმა არ იქნება. გამომივიდა სინოპტიკოსი რა. მეგი მასწავლებელო, გაიგონეთ რა მითხრა, სინოპტიკოსი ხარ და იმაზე უფრო მეტიც კარგი რა ბეგი რა წესი ახლა გავიბუტები მე რა. მეგი მასწავლებელო, ამას სინოპტიკოსი მგონი ცუდი სიტყვა ჰგონია. ბეგი აუხსენი. ახლავე. ბეგო, სინოპტიკოსი იცი ვინ არის? ვინ არის აბა მითხარი? სინოპტიკოსი ჰქვია ადამიანს, რომელიც ამინდის პროგნოზს აკეთებს. გასაგები, აუ, მეგი მასწავლებელო, რა კარგი ჟღერადობა. სინოპტიკოსი. აუ, ძალიან მომეწონა, ნახეთ რა კარგია. პერსონაჟი, სინოპტიკოსი, პოეტი, ბეგო. ბეგო. კარგი ბეგო. ახლა შენ გითხარი, საიდან იცი რომ დღეს დარი იქნება? ახლავე გეტყვით, მეგი მასწავლებელო. გისმენთ. დღეს სახლიდან რო გამოვედი, პარკში გავისეირნე. იქ სკამზე ჩამოვჯექი. უცებ ჩემსკენ მოფრინავს ულამაზესი, უმშვენიერესი ჭიამაია. მე ხელის გული გავშალე. და ის ჭიამაია დააბაჭდა ხელის გულზე და მერე მაშინვე გაფრინდა. ერთი წუთით. ანუ ჭიამაია მოფრინდა, ხელის გულზე დაგაჭდა და შემდეგ გაფრინდა. და ეს ყველაფერი ამინდთან, აი რა შუაშია შეგიძლია მითხრა? აი, ბეგი, როგორ არ გსმენია, ჭიამაია ხელის გულზე თუ დაგაჭდება და მერე მაშინვე გაფრინდებაო, კარგი ამინდი, ანუ დარი იქნებაო. ბეგო, ეგ როგორ არ მსმენია, მაგრამ იქნებ ჭიამაიას უბრალოდ შენი შეეშინდა. ამაზე არ გიფიქრია? ბეგი, ერთი კარგად შემოვხედე. გიყურებ? აი, ეხლა ნახე პროფილში. აბა გიყურებ. ახლა წარმოიდგინე, შენ ხარ ჭიამაია და ასეთი მშვენიერი, სიმპათიური მეხემოდის ხელის გულზე აღმოჩენილიყავი. გაფრენა მოგინდებოდა რევს ლაპარაკო, კარგი რა, რა წესია რა. ბეგო, რამდენს ვიცინებ დღეს თუ წვიმაში გაილუმპები. ბეგი, მე უფრო ბევრს ვიცინებ, რომ აი ასეთი კარგი ამინდია და შენ კი საწვიმარით ივი. ნახოთ. კარგი ბეგო და ბეგი, დამშვიდით. მოდით ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს დავუბრუნდეთ. დავუბრუნდეთ მეგიმას. აუ, როგორ მაინტერესებს ჩვენი 29-ე გადაცემის მთავარი პერსონაჟი ვინ ან რა იქნება? ბეგო, დღეს პარკში ხელის გულზე რა დაგაჭდა? ჭიამაია? დიახ. როგორ იყო ჭიამაიები? ბეგი, დღევანდელი ჩვენ გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება ჭიამაია. ასეა. აბა, ჩახედეთ პლანშეტს. დიახ. ბეგო, შეხედე, გამოჩნდა ჭიამაია, თან დაბლა წარწერაც არის. ჭიამაია. ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ჭ. ასეა. მეგი მასწავლებელო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დღეს გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი პერსონაჟია, ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი ჭიამაია, თან ეს არის ჩემი უსაყვარლესი თანხმოვანი ასობგერა ჭ. იცით რატომ მეგი მასწავლებელო? რატო ბეგო? იმიტომ რომ ამ ასობგერით ჩემთვის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი სიტყვა იწყება. მიხდით მეგი მასწავლებელო? ვერა ბეგო, რომელი? კარგით რა, 30-ე გადაცემა უკვე და ვერ გამიცანით. ბეგი, ვერ მიხდი. იცი რა, მგონი მივხვდი. აბა? შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად? ხო, ეს არის. ამა! ბეგი, ძალიან კარგია რომ გამოიცანი, მაგრამ არასწორად ამბობ. აბა შემომხედე და პირის მოძრაობა ჩემთან ერთად გაიმეორე. გიყურებ? ჭამა. მაიცა? ჭამა. ერთხელაც ჭამა. ბეგო და ბეგი, რა საყვარლები ხართ? კარგი.
ახლა მითხარით, რა იცით ჭიამაიების შესახებ? მე გიმასწავლებელო, მე რაც ვიცოდი, უკვე მოგახსენეთ. ესე იგი, როცა ჭიამაია ხელის გულზე დაგეჭდება და მაშინვე გაფრინდება, იქნება კარგი ამინდი. გაიგე? გავიგე, ბეკო, გავიგე. ვნახოთ ერთი დღეს შენი პროგნოზი თუ გამართლდება. ნახოთ. საინტერესოა. ახლა ჩემი ჯერია მეგიმას. გისმენ? ჭიამაიები ჩემი უსაყვარლესი მწერები არიან. მათ როგორც წესი წითელი შეფერილობა აქვთ და შავი წინწკლებით არიან დაფარულნი. მართალია? მე სხვანაირი ჭიამაიებიც მინახავს. მართალი ხარ ბეგი. აი სურათზე სწორედ ასეთ ჭიამაიებს ვხედავთ. მე გიმასწავლე, ეს ვინ არიან? ჭიამაიები ბეგო. ასეთი ჭიამაიები მე ნამდვილად არ მინახავს. საინტერესოა. ერთსაც დავამატებ. გისმენ? როგორც ამბობენ, ჭიამაიები მებაღეებს ძალიან ეხმარებიან, რადგან ისეთ მავნე მწერებს მიირთმევენ, რომლებიც მცენარეებს ანადგურებენ. ეს ძალიან კარგად აღნიშნე ბეგი. დიახ. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ერთი ლეგენდაც არსებობს. რა არსებობს მე გიმასწავლებელო? ლეგენდა ბეგო. ლეგენდა. ლეგენდა? და ეს სიტყვა რას ნიშნავს მეგიმას? ახლავე აგიხსნი. დიახ. ლეგენდა ეს არის ხალხის მიერ ვინმეზე ან რამეზე გამოგონილი შელამაზებული ამბავი, რომელიც შესაძლოა სინამდვილეში არც კი მომხდარა. აჰა, გასაგებია. გასაგებია მე გიმასწავლებელო. მას გავაგრძელებ. გავაგრძელებ. ლეგენდის თანახმად, ადრე ევროპაში მავნე მწერების გამო მოსავალს ძალიან დიდი ზარალი ადგებოდა. გლეხებმა დაიწყეს ლოცვა და ღმერთმა მათ დასახმარებლად ჭიამაიები მოუვლინა. აი ამის შემდეგ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებას გადაურჩებოდა ხოლმე. აჰა, ესეც ჩვენი მშვენიერი ჭიამაიები ბეკო. კიდევ რას გეტყვით მე გიმასწავლებელო ჭიამაიებზე? კიდევ გეტყვით იმას, რომ ჭიამაიებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული თვითგადარჩენის ინსტინქტი. მაგალითად, საფრთხის დროს მათი ფეხებიდან გამოიყოფა შხამისებური, ყვითელი, ზეთოვანი სითხე. სხვათა შორის ჭიამაიებს მტაცებლების დანახვისას თავის მომკვდარუნებას შეუძლიათ. მე გიმასწავლებელო, ჭიამაიები ჰოლივუდის მსახიობებიც ყოფილანო. კიდევ ბეგო და ბეგი მინდა დავამატო, რომ ჭიამაიების შეფერილობაც მტაცებლებს აფრთხილებს, რომ ისინი უგემურნი და შხამიანები არიან. ერთი წუთით. მე გიმასწავლებელო, ერთი აზრი მომივიდა თავში, მაგრამ აი ჩემს გვერდით ერთი საწვიმარი რო აცვია, დიდ წამწამებიანი ბეხემოტი ზის და აი მე თამცინებს ეს ვთქვა რა. ბეკო, აი არ გცხვენია, როდის ერთხელ დამიცინია, მიდი თქვი. დაგავიწყდა, ბილი რომ მკიოდა, რა დღეს ჩამოგდე. ახ, ბეკო, თქვი. კარგი მიტყვი. მე გიმასწავლებელო, მე უცებ გამახსენდა ერთი შხამა სოკორომარი, აი წითელი ფერის არის და აი თეთრი წინწკლებით რომ არის დაფარული. რატომღაც აი მივამსგავსე ჭიამაიას, ისიც შხამიანი რომ არის თავისი შეფერილობით, ირგვლივ ყოფებს, აფრთხილებს. მე ვარ უგემური და შხამიანი არ მომეკაროთ. ბეგო, ყოჩახ ბეგო, ეს ნამდვილად ასია. შექების ღირსი ხარ, ყოჩახ. მადლობა. ბეკო, მართლა რა ჭკვიანი ხარ? ყოჩახ. მე გიმასწავლებელო, კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ? სიამოვნებით ბეგი. დიახ. კიდევ გეტყვით იმას, რომ ჭიამაიებიც პეპლების მსგავსად კვერცხებიდან იჩეკებიან და სანამ ისინი ჩვეულ ფორმას მიიღებდნენ, მათაც ჯერ მუხლუხოს, ანუ ჭიისა და ჭუპრობის პერიოდი უნდა გაიარონ. აჰა, ანუ პეპლების მსგავსად. კი ბატონო. გასაგებია. კიდევ ბოლოს იმასაც დავამატებ, რომ სიცივის დადგომასთან ერთად ჭიამაიები გამოსაზამთრებლად უფრო თბილი ადგილებისაკენ მიფრინავენ ხოლმე. ქვების ან ხმელი ფოთლების ქვეშ ჭიამაიების უზარმაზარი ჯარი თავს ერთად მოიყრის ხოლმე და ზამთარს ასე უმკლავდება. მივხვდი მე გიმასწავლებელო. ანუ, როცა ერთად ბევრი შეიკრიბება, იქ სითბო უფრო ადვილად შენარჩუნდება. ოჩახ ბეგი, ასეა. მე გიმასწავლებელო, რაღაც მინდა ვიკითხო, შეიძლება? რა თქმა უნდა, აბა. ჭიამაიები რამდენ ხანს ცოცხლობენ? ჭიამაიები დაახლოებით რამოდენიმე თვიდან 1 წლამდე ცოცხლობენ ბეგო. რა ცოტაა. დიახ, თუმცა შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა 2 წლამდე ციცოცხლოს. მაინც ძალიან ცოტაა. და მე გიმასწავლებელო, ჭიამაიების ზომა მათ ასაკზეა დამოკიდებული?
არა ბეგი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ჭიის, ანუ მუხლუხობის პერიოდში როგორ იკვებებოდნენ. ახლა მოდით ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. აუ დიახ რა, ძალიან მაინტერესებს როგორ იწერება ასობგერაჭი. კარგად დააკვირდით? აბა, ყურადღება, აი ასე. ბეგი, რაღაც სხვანაირად იწერება, ხო? ხო, განსხვავებულია მართლაც. აუ, კიდევ ერთხელ განახეთ, კიდევ ერთხელ. სიამოვნებით. აი ასე. აჰა, გასაგებია. ახლა კი ვნახოთ ანიმაცია ჭიამაიაზე. აუ, ბეკო. გონი ჭიამაიაზე ძალიან ლამაზი სიმღერა გველოდება. ბეგი, სხვანაირად ვერც იქნება, იმიტომ რომ ეს არის ულამაზესი, უმშვენიერესი მწერი და ანიმაციაც იქნება განსაკუთრებული. ბარა. აბა მოემზადეთ? აბა. წითელი კაბა, შავი ხალები უყვარს ზიანი და ნათელი როცა ხელის გულზე არ ჩერდება მაშინ კარგია გვეკნება ჭიამაია 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 ჩემმა მოლოდინმა მართლაც გაამართლა. აუ, რა ლამაზი სიმღერა იყო, ნახე. არა ჩვეულებრივი, ბეგი, აი მართლაც საოცარი სიმღერა და ანიმაციაც იყო, არა ჩვეულებრივი. მოდი წავიმღეროთ. აუ, წავიმღეროთ რა. ჭიამაია 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 ხოჭაღ ბეგო და ბეგი. ბეგი მასემ რომ დაგასწარი. ახლა გვეტყვით რომ უნდა მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები, რომლებიც ასობგერა ჭულზე იწყება. შენ წარმოიდგინე რომ ვერ გამოიცანი ბეგო. აბა რა იქნება ბეგი მასწავლებელი? დღეს მინდა ცოტა განსხვავებული რამ შემოგთავაზოთ. განსხვავებული? დიახ, განსხვავებული. მე თქვენ გამოცანა ლექსებს წაგიკითხავთ, ხოლო გამოტოვებული სიტყვები თქვენ უნდა გამოიცნოთ. ბეგი, მივხვდი, იმ გამოტოვებულ სიტყვებიში პირველი ასობგერა იქნება ჭ. აჰა. ხოჭაღ ბეგო. ასეა. აბა მოემზადეთ? დავიწყოთ. საწნახელში ყურძენს ჩავყრი. რამდენი გვაქვს დასაწური? ბოლოს ღვინის მისაღებად გავამზადოთ უნდა ჭური. ხოჭაღ ბეგი. რა თქმა უნდა ჭური. ერთი წუთით რა რაღაც მინდა ვიკითხო, მაგრამ მოდით ამას ლექსად გავაკეთებ. გისმენთ? სხვა არ მინდა არაფერი. ამიხსენი საწნახელი. რა არის საწნახელი მითხარი რა? ახლავე ბეკო, ნახე. აბა. ესე იგი, საწნახელში ყურძენს ყრიან, შემდეგ ჭყლეტენ და ბოლოს წურავენ. ახლა ხომ გეცოდინება? აი, სულაცებს გამოჩნდა. ეს არის საწნახელი მეგიმასწავლებელი. ეს არის ბეგო ეს. ო, სირცხვილო არ ვიცოდი. არა უშავს ბეგო, დღეიდან გეცოდინება. ნამდვილად. მეგიმასწავლებელო, ისე როგორი საამაყოა, რომ ღვინო პირველად საქართველოში დაიწურა, ხო? აუ, მართლაც რა საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ რა ბედნიერება პირდაპირ. აბა. ეს ნამდვილად ასეა ბეგო და ბეგი. მოდით ახლა მეორე გამოცანა ლექსი მოვისმინოთ. გისმენთ სიამოვნებით. მის გემრიელ წვნიან ნაყოფს გვერდს ვერ უვლის ვერავინ. გონი უნდა გამოიცნოთ. ეს ხილია? ჭერამი. რა თქმა უნდა ჭერამი. გამოჩნდა ჭერამი, გამოჩნდა. რა კარგია. და ბოლო გამოცანა ლექსის დროც დადგა. აღარ უნდა ვიკამათოთ, გონი ყველა მოვრიგდით. შორს თუ გვინდა დავინახოთ, დაგვჭირდება
ჭოგრიტი. რა საკვირველია ჭოგრიტი? ყოჩახ ბეგო. ბეგო? ახლა მე უნდა ამიხსნა, რას ნიშნავს სიტყვა ჭოგრიტი. ბეგი მასწავლებლო, ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, როცა მე რაღაცას უხსნი ბეგიც, რომ აი სიამოვნებს ხოლმე რა იცი. ახსენი ბეგო, აბა. ბეგი, დურბინი ხო იცი რა არის? კი, როგორ არ ვიცი? აი, წარმოიდგინე, აი დურბინი ხო არის ორი გამადიდებელი მილი ერთად. აი ეს არის ერთი და ისიც გასაშლელი. აი ეს არის ჭოგრიტი. ყოჩა, ამის შემდეგ მეცოდინება, რა კარგად ამიხსენი, ბეგო. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მეგი მასწავლებელო, აი არაჩვეულებრივი ლექსები იყოფე ძალიან მომეწონა. მეც ძალიან მომეწონა მეგი მას. ძალიან მიხარია. ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ვა, ბეგი გესმის, ჩვენი 30-ე გადაცემა სრულდება. აუ, ბეგო, წარმოგიდგენია, აი სულ ცოტაც დაგვრჩა და ანბანის ყველა ასო გვეცოდინება. აუ, ვერ ვითფენ, ვერა, როდის მოვა ეს დღე, როდის, მალე. ბავშვებო, არ მოიწყინოთ ჩვენ ძალიან მალე, ისევ დაგიბრუნდებით ახალი გადაცემით. თქვენ კი ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. აბა, კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის ხიარულ სამყაროში. კარგად. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სად ეშვება მზე სად როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია